მოგესალმებით. ახლა ვიმყოფებით ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმში. ეს კი რემბრანდტის ნამუშევარია, ნიკოლას ტულფის ანატომიის გაკვეთილი. ნამუშევარი რემბრანდტმა 1632 წელს ქირურგთა გილდიის შენობის დასამშვენებლად შექმნა. სურათზე მხატვარმა ჰოლანდიელი ქირურგი, ამსტერდამის მერი ნიკოლას ტულფი გამოსახა. ნიკოლას ტულფის ნამდვილი სახელი და გვარი კლას პიტერსონია. ის ამსტერდამში შეძლებული ვაჭრის ოჯახში დაიბადა. სამედიცინო განათლება ტულფმა 1611-14 წლებში ლეიდენში მიიღო. ამსტერდამში დაბრუნების შემდეგ ტულფმა მალევე გაითქვა სახელი. 1617 წელს ის ევა ეგბერტს დოხტერზე დაქორწინდა. ამსტერდამში დაბრუნებულმა კლასმა გადაწყვიტა სახელი და გვარი შეეცვალა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან ნიკოლას ტულფის სახელით დაეწყო. მიიჩნევა, რომ ეს რემბრანდტის მიერ შექმნილი პირველი ჯგუფური პორტრეტია. ცნობილია, რომ ექიმ ტულფს პერიოდულად უფლებას აძლევდნენ ანატომიის ლექციაზე, სიკვდილით დასჯილ პატიმართა სხეულები გაეკვეთა. უმეტესად ამგვარ ლექციათა ციკლს ის ზამთარში ატარებდა, ვინაიდან გვამი ამ პერიოდში უფრო ნელა იხრძნებოდა. ზემოთქმული კი ექიმსა და ლექციაზე დამსწრეებს საშუალებას აძლევდა. გარდაცვლილი სხეული რამდენიმე დღის განმავლობაში შეესწავლათ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ამ ლექციების ტილოზე დასაფიქსირებლად ქირურგთა გილდიისა და ექიმ ტულფის დაკვეთით მხატვარი ჯგუფურ პორტრეტებს ქმნიდა. ცნობილია ისიც, რომ ჯგუფურ პორტრეტში გამოსახულ თითოეულ ადამიანს თანხა უნდა გადაეხადა. ეს თანხა იმის მიხედვით ვარირებდა, სასურათე სიბრტყის რომელ ნაწილში გამოსახავდა ამ ადამიანს მხატვარი. თუ რემბრანდტის ამ სურათს სხვა მხატვრების მიერ მანამდე შექმნილ ქირურგთა ჯგუფურ პორტრეტებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მათთან შედარებით რემბრანდტი ბევრად დინამიურ კომპოზიციას ქმნის. იმის მიუხედავად, რომ დოქტორ ტულფის ფიგურა ცენტრალურ პერსონაჟად გვევლინება კომპოზიციაში, მაინც ყველაზე დიდ ადგილს ქირურგთა გილდიისთვის შესასწავლად გადაცემული არის კინდტის სხეული იკავებს. ცნობილია, რომ არის კინდტის ზედმეტსახელით ცნობილ ადრიან ადრიანს 1632 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. 1632 წლის 31 იანვარს ის ამსტერდამში სიკვდილით დასაჯეს. მისი სხეული კი იმავე დღეს აუტოპსიის საჯაროდ ჩასატარებლად ქირურგთა გილდიას გადასცეს. შეგახსენებთ, რომ გვამის გაკვეთას დიაგნოსტიკური ან სამეცნიერო მიზნით აუტოპსიას უწოდებენ. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მხატვრები რემბრანდტამდე გვამის გამოსახვისას მიცვალებული სახეს რაიმე გზით, მაგალითად ქსოვილით ან მის წინ მდგომი ფიგურის მეშვეობით ფარავდნენ. რემბრანდტი კი ამ შემთხვევაში მიცვალებულის სახის დასაფარად, ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ჩრდილს იყენებს. ყურადღებას იქცევს სასურათე სიბრტყის ქვედა მარჯვენა არეში მიცვალებულის ფეხებთან გამოსახული ანატომიის წიგნი, რომელსაც ტულფი თავის ლექციებზე იყენებდა. ნამუშევარი ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.